დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად დღეს განსაკუთრებული შუადღე გვაქვს და თან ისეთი ტკბილი და გემრიელი გვექნება იმედი მაქვს. ჩემგან ნიგოზი ამოდის ახლა. აი ესე ვარ რა. შენგან დამოდიდეს სითბო და სიყვარული. თან ხოლმე სიყვარულის დღე, თან დესერტს ვაკეთებთ ისეთ როგორც უხდება სიყვარულის დღე. ხო. კარგი, რა გავაკეთეთ? ხო და რა გავაკეთეთ და გავაკეთეთ ლაზანია აჩმა. ლაზანია აჩმა გავაკეთეთ ლაზანიას ფირფიტებისგან, ხო ეს კაი რაღაცა, მაგრამ ძალიან გამოსადეგი რამეა, უკვე მზად არის. გავაკეთეთ ბეშამელის соусით. ბეშამელის соуსი 50 გრამი კარაქი, 70 გრამი ფხილი, ესე გადავუღიეთ. მე გძე დავასხით 1 ლიტრა და შემდეგ ცოტა მუსკალის კაკალი, ცოტა მაგლი, ცოტა პირპილი, შეგვიძლია ღვინოთი ვქნათ ეს, შეგვიძლია ჩვენი ფანტაზიით. მე ცოტა ყველი. შემდეგ ავიღეთ აი ესეთი ისა ლანგარი. ვაუ, ლანგარი. მოვასხით ბეშამელი, დავადეთ ფირფიტა, დავაყარეთ ყველი როგორც გვინდა, მე ისევ იგივე რამოდენიმე სართული, მზად არის და შევაგდებთ ამას ხუმელში და 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი და გვექნება მზად. პლუს ამას. კარგია. ჩავდა ხუმელში. ხო. ჩართულია რომ? კი. ჩვენ მაყურებელს უთხრათ, რომ აი ეს რეცეპტი აუცილებლად დაიდება ჩვენს ფეისბუქზე. რა მაინტერესებს? როგორ მეჩვენო? ეს ხორცი რომელი ხორცის ხორცი არის? ბატონო, ხორცი რისი არის? არა, ეს უხორცო ლაზანია არის. არ არის ლაზანია ბოლონიაზე. ეს არის აჩმა ლაზანია. აჩმა ლაზანია. ხო, ნუ მოდი ესე ვთქვათ, მე მინდოდა ორაგულით გამეკეთებინა, მაგრამ ისე ხო, ნორვეგიაში ორაგულს ჭამენ, ისინიც მაგრები არიან. ხო, მაგრამ ნუ რაღაც გარკვეული მიზეზები, ტექნიკური ხარვეზების თუ რაღაცა ეგეთის გამო ვიფიქრეთ და გავაკეთეთ ქართული ყველისგან აჩმა, ნახოთ რა გამოვა, მე მგონი კარგი გამოვა რა. ირაკლი ტრადიციულ რეცეპტს არასდროს არ მიყვება ხოლმე. სულ სხვადასხვა. ბო, ეხლა კიდე რა ხდება, ხო, რა ხდება და რეცეპტი, იმაზე გადავიდეთ ახლა. დესერტზე. რა გეცდა? რაღაც ვარიანტები თქვი რა სახელების თუ არის. ეხლავე ვიტყვი, ძალიან ბევრი ვარიანტი. კვერცხის გული, 3 კვერცხის გული, ავიღეთ, რა ავიღეთ, შაქარი ავიღეთ სადღაც 80 გრამი, ვანილი, ცაკ-ცაკ-ცაკ გოგლი-მოგლი გავაკეთე, შემდეგ გადავუღიე მასკარპონე შიგნით, ესე ხელით უნდა ჩაბჭყნიტოთ კარგად, რომ ისინი არ აქონდეს კვარკვალიტები და მე რა ხდება? ყოველსაც იგონებს თან კვარკვალიტები. მე ავიღეთ ნაღები, მაღალპროცენტიანი, დაახლოებით 250 გრამი, ის ავთვიფეთ და ამაში ნაზად ესე გადავუღეთ და გავაქანეთ მაცივარში. რამდენი ხანი ჭირდება ამას? ეხლა ვაცივებ იმას, რომ ცოტა სქელი მასა მინდა რომ მივიღო, ამასობაში ვიწყებ შოკოლადის მუსს და მე იმას და ამას ერთმანეთთან გადავუღებ, ვაფშე დარჩა უკვე ნახავთ როგორ მოხდება. ხო, მივყვეთ ესე. ყველაფერი, ხო. კარგი და პლუს გვინდა სალათა, შენ მე დღეს დამპირდი რომ ჩემი ძმაკაცი იქნებოდი. კარგი ფუჭე, რაღაცა ყველაფერზე. გამოვერიდე. სალათის ფოთოლი არის თითქმის გარეცხილი. ხო, სხვათა შორის. თითქმის. ხო, ნუ იმაშია, წყალში და ძმარში არის, რომ იქ თუ ვინმე რაღაცა ცუდი მოვლენა არის, რომ მოკლას. ხო. და ხო, აი აქ ესეთი საწური მაქვს, ან შეგესი ამოვნება, ამის კეთება. მოდი ნუ ჩადე შიგნით და იმასავით, რა ქვია. ნუ. ეს რა გენიალური რაღაცაა. ეს რაღაცა ეს მე მაინტერესებს რა. და რა არის? ეს არის სალათის საწური. ანუ ესე, აი ხო შეიძლება და ამას ძალიან ფირმა თუ მეტყვის და გადაგვიხდის რაღაცას რეკლამას გავუკეთებდი. და გავაფუჭე მე მგონი. აგარი ფუჭებია ზემოთ თავსახურზე ცოტა. ეს სულ მინდოდა რომ თავსახურზე რა არის? სალათის ფოთლები ეს არის სალათის საწური. გავაფუჭე. სველია ხოლმე ეს აშო. გავაფუჭე. აგარი ფუჭებია, ნუ ღელავ. და გოგოგი შეშინებული ისე იმიტომ რომ ნუკამ რაღაც არასწორად გააკეთა, მე გავაფუჭე. აჰა. აი ძალიან მაგარი რაღაცა. სათიშოვეთ უკაცრა. შეიძლება? მაღაზიაში. მერე ცალკე. მე ცალკე გეტყვით, ხო. ეხლა აი სალათა აიღე, აი ამაში
ჩადე, მეგრე თავზე დაახურე, მეგრე ეს რამოდენიმეჯერ ქენი და ამოიღებ მშრალ სალატას. ეს მხოლოდ სალათისთვის რეკლამამდე დავიწყეთ ლაპარაკი. ვინა შეგვიძლია, კი, ოღონდ ძიმე არ უნდა იყოს. შეგვიძლია რომ დავიწყოთ ჩვენ? კი, ხო, საიდან მოდიოდა? რეკლამამდე დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე თუ რა ხდება ქართულ შოუ ბიზნესში და რატომ გონიათ შენი 1 წლის სიმღერა ადამიანებს ახალი სიმღერა? იმიტომ რომ ნუ ეხლა მე მგონი არასდროს არ გამოირჩეოდა ეხლა ჩვენი შოუ ბიზნესი ძალიან აქტიურობით, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ძალიან ნუ უფრო აქტიურია, არის პერიოდები, როდესაც უფრო ძინავს. ეხლა მე მგონია რომ უფრო არის აი რაღაცა შოუების პერიოდი. ყველა მომღერალი იღებს მონაწილეობას რაღაცა სხვადასხვა არხებზე გადის. სატელევიზიო შოუების ხო რაღაცა ეგეთი პერიოდია და მე ვფიქრობ რომ არა, ნუ ძალიან გული მწყდება რომ კონცერტი იმდენი აღარ არის, რამდენიც იყო, მაგრამ კარგია ეს შოუები, იმიტომ რომ ძალიან ერთობა ხალხი მოწონს ხალხს და მეც ახლა ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებდი ყველა შოუს, რაც გადიოდა, თქვენთანაც გადიოდა იქ სხვადასხვა არხებზე გადიოდა. კი, მრავალფეროვნება შეინიშნება ამ ხრივ ქართულ კი, მაგრამ ნუ ისე ზოგადად ხო, რაღაცა ზოგადად. მაგრამ ხო კონკრეტულად რა საღამო იქნება, რაიც მონაწილეობთ რომ გვიჩვენოთ. შემოქმედებითი საღამო იქნება რუსას, ეხლა რუსას ძალიან ბევრი კარგი სიმღერა აქვს დაწერილი და ბევრი მღერის მის სიმღერას და ეს იქნება, ანუ მომღერლები ვიმღერებთ მის სიმღერებს, ჰიტებს. თან ვალენტინობა. ნამდვილად. საკო, ჩამოთვალე კიდევ ერთხელ სახელები. მე მეცი რომ ვეღარ პოულობ სადმე წერია არ ვიცი. ყურშით შვები, ხო? ყურშით მეტყვი დიდი სიამოვნებით ჩამოვთვლი. და რა თქმა ვერ დავასრულეთ და ვერ უთხარი გოგონებს რა სახელს ვეძებთ. სახელს ვეძებთ ამ დესერტისთვის, იმიტომ რომ არ თქვია არაფერი. და მაყურებელი წერს თავის ვარიანტს. იყო რაღაცა ტკბილი შუადღე, სიყვარულის ელექსირი, ლალა მეა, თან ყურში მკარნახობენ. სიყვარულის ყვავილი. ლამონტე. ტკბილი შუადღე. მე მგონი ტკბილი შუადღე ყველაზე კარგი. ირაკლი მოგწონს ტკბილი შუადღე და მენიუში ესე შეიტანე. ვა, როგორი ავტორსკი პრავა ჩემი არის, არა? არა. არ მოგწონს? არა. ეკა დღეს რასაც შეგვისრულებ აქ იმღერებ ხვალინდელ საღამოზე თუ არ არის ეს რუსამოწმოების სიმღერა? არა, ეს ზურა მახნიაშვილის სიმღერა. მე რომ თქვა ხო, მაშინ ისა შეწყვეტენ იმას. როგორ? წერას. რატო? მეტი მონდომება მაყურებელი. ხო, მეტი მონდომება. კარგი, მაშინ შენი ვერსია გითხარი გადაცემის ბოლოსკენ. არ ვიცი, მე ჩემი ვერსია. და ამასობაში ეკას რომ თხოვოთ რომ რამე შეგვისრულოს და დაგვატკბოს უფრო მეტად და ხალისიანი დადებითი განწყობა შემოიტანოს, მე მგონი. მიკროფონს თუ აჰა, კი ბატონო. და ხმამაღლა თუ შეიძლება მუსიკა. ეს არის ზურა მახნიაშვილის სიმღერა და უცნობის ტექსტი. სასრულო ღამეა და კარგული მთვარეა მენატრები ძალზე ძალია ღრუბლები რომ არია ძვიმა და ამდარია ამით დიცხო თითქოს მთვრალია და მიჯერე რომ ეს შენი ბრალია და მანახე შენი სიყვარულის ძალა გაგათბობ ძალიან გაგაოცე მეგონა ჯეროდა მინდოდა შედა მინდოდა გაგინდა ვინახა მიხვარხა შენი ვარხა ძრემლიანი თვალია მოწყენილი ქალია თურმე ერთი ბიჭის ბრალია სიყვარულის დალია დილიდან მე მთრალია ჩემთვის ისევ აღასალია და მიჯერე რომ ხვალწლები გაქრება და მანახე მართლა გიყვარ თუ არა და მიჯერე
სვემლები გაქრება და მანახე მართლა გიყვარბარ თუ არა და ვიჯერე რომ ხვალ ვიტირებ ნაკლებად გადავიდა ყველაზე მაგარი ხოჭა. რასტორია მე მგონი ირაკლიც კმაყოფილია. ხო. ხო, მაგრამ ზებნაში გავატარეთ თქვენი სიმღერა, იმას ვეძებ. ხო, და ვეღარ პოულობ. ცეკვით გაკეთებული კერძები ქვია ამას მომზადებული. რას ვერ პოულობ? უთხარი იქ რას და ამაზე რო ცაკ-ცაკ აქ ესე. მე მგონი ზინგ, მაგრამ იქ თითქოს გავიხედე, გამოვიხედე და აწიენ უკა მანდ რაც და შეიძლება მაგის ხო. ვერა? ვერა. კიდევ ერთი ვარიანტი მოვიდა და მინდა რომ წავიკითხო ერთ-ერთ ტელემოყოლებელმა მოგწერა მონიფე თურმე ნიგერიულად თუ შეიძლება ასე ითქვას ნიშნავს სიყვარულს. მონიფე? და მაყურებელმა ასე მოგწერა. მონიფე მაგარია. მიყვარს მიყვარს ნიშნავს უფრო სწორად ეს შემიძლია. ჩვენმა ნიგერიულმა თანამოქალაქემ მოგწერა? ხო, ალბათ. ალბათ. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ვარიანტი ეს იყოს. ნიგერიიდანაც გვიყურებენ. აბა? აი. რა იყო ეს რომელი ისე გადაცემა? მე ხო დამოყარებული მაქვს ხოლმე სადღაც რაღაცა რო ხდება გადაცემაში და თუ იქიდან დაგეკეს, აი მთელი ამბავი აქვს რა. ესე იგი მთელი ის ქვეყანა გვიყურებს, ხო? ხო, ну არა ხა იქ სატელიტზე უყურებ ხო ყოველთვის გაინტერესებს რა ხდება რა. და სხვათა შორის ცუდი არის ერთი მხრივ, ორი მხრივ, არ ვიცი. აი გავლენას რეებს ახდენს, იცი? როცა შენ ცხოვრობ უცხოეთში და ქართულ იმებს ტელევიზიაზე ხარ აკოშე, მაშინ ისა რა ხარ? მიბმული? ხო. მაშინ ისა ხარ, რა ქვია. всё, გამაზე იქა ორი ცხოვრება, არ იცი რა ხდება რა. შენ რო ცხოვრობდი ფიგურად იქ ხარ, საფრანგეთში მაგრამ 20 წლის განმავლობაში, აი საქართველოს ქართულ არხებს არ უყურებდი საერთოდ? კი, მაგრამ მე სხვა ვარ. მე ბავშვობიდან ვლაპარაკობ ფრანგულად და ინტეგრირებული ვარ. მაგრამ როცა არ ხარ ინტეგრირებული ჯერ და ქართულ კანალებზე ხარ გადართული, ხო? მაშინ აი იქ ფიზიკურად იქ ხარ, მაგრამ რეალობაში იქ არ ხარ, რა. უშენ გაგიჭირდება. ან იქ წადი იცხოვრე, ან ჩამოდი და აქ იცხოვრე, რა. ყოველ შემთხვევაში პირველი ეტაპი. გასაგები, ანუ ხელს ნინი. ბომ. რა საპირებ, რამე გეგმები ხო არ გაქვს შენ შემოქმედებასთან დაკავშირებით, შენი მეგობრები მე როგორც ვიცი საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, რაღაცა წარმატებებს აღწევენ, აი ამ კუთხით რამეს ხო არ აპირებ, ხო არ გეგმავს ამომავლად. საზღვარგარეთ წასვლა არა, ნუ თაკო წავიდა ახლა რუსეთში არის, მოსკოვში, ქეთა ახლა დიდი ხანია იქ არის, ვიცით. მე რა ვიცი, წასვლაზე ჯერ ნამდვილად არ ვფიქრობ და ძალიან გული მწყდება, რომ ყველა მიდის, ისე ძალიან ბევრი გავიგე, რომ უკვე მიდის. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მართლა ჩვენც გვჭირდება აქ კარგი მაგრამ ნუ რას ვიზავთ, რაც ისეთი სიტუაცია. რატომ მიდიან? ალბათ იცი რა არის, შემოქმედისთვის, ხო, მომღერლისთვის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარდე. ყველა შემოქმედისთვის და მომღერლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარდე და აქ არ არის ამის საშუალება, იმიტომ რომ არ არის ანუ არ ტარდება ეს კონცერტები, რაღაცა ვერ მუშაობ იმდენს, რამდენიც გინდა და ვერ ხარჯავ იმდენს თქვათ შენ რაღაცა ენერგიას თუ პოტენციალს, რაც გინდა რომ დახარჯო. და აქედან გამომდინარე, ალბათ ყველას სადღაც წასვლით იმედი აქვს, რომ იქ უფრო მეტად პროაქტიურიც იქნება. ამ პროფესიით შეიძლება რომ იცხოვრო საქართველოში? მე ამ პროფესიით ვცხოვრობ დიდი ხანია, უკვე რა ვიცი, ღმერთის წყალობით მაგის შემოსავალი, რომ ჩემთვის მქონდა ანუ ხა ნამდვილად თუმცა ეს სტაბილურად მიდის თუ რაღაც პერიოდებია, როდესაც არის ეს არ არის სტაბილური სამუშაო, შეიძლება რაღაცა პერიოდი ძალიან თქვათ აქტიური იყო, მე არა, მაგრამ
რა ვიცი, მე რაღაც თითქოს სულ აქტიური ვარ მაინც და მაქვს ჩემთვის ჩემი შემოსავალი მაქვს და სხვათა შორის ნორმალური, არ ვიცი, ბევრი გააჩნია რა ქვეყნისთვის ნორმალური, მაგრამ ჩვენ სანამ ავხმაურდებოდეთ, ან გაგაწყვეტნიებთ და რაღაცა გამახსენდა ემაზე უცხოეთში წასვლაზე, იცოდეთ რომ საფრანგეთში მსახიობებს და კიდევ რამოდენიმე პროფესიას არ ჭირდება მუშაობის უფლება. ასე რომ საქართველოს აგი ნიჭერებით სავსე შეგიძლიათ ზაფხულობით წახვიდეთ ნიცაში ესე ვისაც ხო სულ რესტორნებია და ესე ქუჩაში მხედიალი მსახიობები მოცეკვავები რავი 1000 ნიჭიერი ძალიან ნიჭიერები და რავი შეგიძლიათ ზაფხულობით აი დამწყები მომღერლები გიტარები რაღაც ასე შემდეგ წახვიდეთ ცოტა ფულსაც გააკეთე? ბატონო ცოტა ფულსაც გააკეთე? ხო ცოტა ფულით ან რაღაცას ნახავენ ახალს დაინახავენ თან მიხვდებიან როგორ ხდება ეს ყველაფერი აი ხა მე გული მწყდება მაგალითად რო ვთქვათ მცხეთაში სვეტი ცხოველთან გააკეთეს ყველაფერი და ცარიელია ნიცა მცხეთაზე მაგარი კი არ არის ნუ ხა ზღვა აქ რა კედლებია საუკუნე ხო იქ წესით უნდა იყოს გადატენილი რესტორნებით ტერასებით და პლუს ეს მოხეტიალე იმეებით რა ქვია არტისტებით რა ხო და იქ რო წავლენ თან რო ცოტა ფულს გააკეთებენ თან დაინახავენ როგორ ხდება რა ხდება ფულს როგორ შეულობენ იცი ასე დგან რაღაცა იმას ამის კულტურა არ არის იმას გააკეთებს გადაულებს სულაც და ფულს შეულობენ ეგრე მთელი ბარსელონა ეგრე არის ქუჩის მუსიკოსობა ყველას არ შეუძლია აქ ამის კულტურა არ არის გარკვეულწილად უტყდებათ სპონჩი იქ ხო არ გაუტყდებათ ხო და იქ მიიღებენ შინაგან თავისუფლებას აი თავში თავისუფლება ამ თავი აქ თავისუფლებაზე ბევრს ვლაპარაკობენ თავისუფლება აქედან იწყება რა აი მას მიიღებენ ჩამოვლენ და აქაც გააკეთებენ რაც ახარ ეგ ახარ რა მარტო შენ ხარ ვინც დავუშვათ ვისთვისაც საკმარისია ეს შემოსავალი თუ ძირითადად ყველა მომღერალს ყოფნის და იმდენი სამუშაოა რომ არა ეხა იცი არ ვიცი ნუ არიან მომღერლები რამოდენიმე მომღერალი არის ისაც ვიცი რომ აქვს შემოსავალი რა ვიცი აქვს კონცერტები ზოგს ჩემზე მეტიც აქვს და ყოფნით ალბათ მაგრამ როდესაც უკვე აი ალბათ ოჯახი რო ყავს და ოჯახი რო მისახედი გაქვს შეიძლება უკვე ალბათ აღარ გეყოს არ ვიცი მე ჩემთვის ყოფნი და ყოფნი ახალი სიმღერის შექმნის мотиваციაც არ არსებობს აი თქვა ჩაწერე სიმღერა ახალი გაქვს მე რა უნდა უყო ამ ხალხს ახალ სიმღერას ანუ დაატრიალო რადიოში და გადაიღო თქვა ვიდეო რგოლი რომელსაც მუსიკალური არხები სადიტრიალებს არ არსებობს მე თქვენ ადგილას პრობლემა ის არის რომ მომხმარებელია ცოტა რუსეთში რა ჩვენზე არ არის მუსიკალური არხები რომელიც დაატრიალებს იქნება ტოპ-10 რის გამოც ეს უნდა გაკეთდეს მე ვფიქრობ საქართველოს სასუნხეთი აზერბაიჯანის ეს შოუ ბიზნესი ცოტა ერთად რო გაერთიანდეს მაშინ მომხმარებელიც მეტი იქნება მაგრამ ნუ ეხა იქ რუსულად იქ სხვა გემოვნება არის სიმღერები არის და ანუ ვერანაირად ქართველი ჩემი აზერბაიჯანულ მუსიკას მე მგონი ვერ მოусმინო ხო მაგრამ აზერბაიჯანელები მოისმენ არა, იმათმა მოისმინონ, ეგრე ჯობია. ისინი გვემეგობრონ ჩვენ. რაღაცა პროექტი იყო, სომხები და ისე ქართველები და სხვათა შორის ისე ხალხი უყურებდა. ერთჯერადი, ესეთი პროექტები აქაც არის. ჩვენ ვამბობთ, აი რო განვითარდეს ამისთვის, რა ვიცი, ალბათ სპეციალისტები ამდენი ხანი უკვე არის ამაზე ლაპარაკი, უნდა დასხრენ და მოიფიქრონ, რით გადაარჩინონ ეს ყველაფერი. თუ ეს ქვეყნისთვის არის საინტერესო და პრიორიტეტული. თუ არ არის, რო არ არის ეთყობა და რა ვიცი, არა მიდის ეს ყველაფერი უკეთებას. რა ვიცი, კულტურის მინისტრმა ესე გამოგვიცხადა, რომ ჩვენ თვითკმარი უნდა იყოსო შოუ ბიზნესიო და ანუ გასაგებია რომ თვითკმარი უნდა იყოს, ანუ თვითდაფინანსებაზე უნდა იყოს, მაგრამ ნუ პატარა ქვეყანაა და გასაგებია რომ ჩვენ თვითდაფინანსება უნდა იყოს, მაგრამ ალბათ ხელის შეწყობა ცოტა კარგი იქნებოდა უბრალოდ არ ვითხოვთ დაფინანსება. ხო, ცოტა ოდენი დაინტერესება, თორე ვიყოთ თვითკმარი. თვითკმარი როგორ უნდა იყოს შოუ ბიზნესთან? არა, ნუ სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს შოუ ბიზნესს, ეს ზოგადად ესეა. ანუ არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფო შოუ ბიზნესს არ ეხმარება. ხო, ანუ ბიზნესია და იმიტომ რომ შენ თვითდაფინანსებაზე უნდა დაიფინანსოს. კი ბატონო, მაგაში ვეთანხმები, მაგრამ
ცოტა ოდენი ხელშეწყობა და დაინტერესება უკვე სხვა საკითხია, რომელსაც ვერ ვხედავ. აი თეთრ შენ უნდა აწყო შოუ ბიზნესი. არა, საკითხი იქ შეიძლება ესე პირდაპირ არ ეხმარება, მაგრამ როგორ ვთქვათ, ტურისტულ ზონას, იმ მერიას ხალხის მოზიდვა და გათობა რო ჭირდება, ის აწყობს სწორედ კონცერტებს და ეს არის ის დახმარება რა და ნუ ალბათ ეგ არ იგულისხმა. ხო, ანუ ვერ გავიგე. ნუ უნდა მოიძებნოს რაღაცა ხერხი, რა თქმა უნდა, მაგრამ არც მოდას არ დავაფინანსებ თუ არც არ დავაფინანსებთო და. შეიძლება სხვა პრიორიტეტები აქვს. მოდი ამაზე ცოტა ხასჭერდეთ არ ვისაუბროთ. არა, ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ რომ როდესაც მოვისმინე ჩემი ქვეყნის კულტურის მინისტრის ეს განცხადება, დავეთანხმე იმაში, რომ კი ბატონო იყოს თვით დაფინანსებაზე, მაგრამ აბსოლუტურად პრიორიტეტი არ არისო და არ გვაინტერესებსო, ანუ ცოტა მოდი ამ თემაზე შეგვიძლია ჩვენ თავისუფლად რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ, ოღონდ ახლა რეკლამის დროა და დავბრუნდებით სულ ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ.